გამარჯობა. სარბიეს პოდკასტის დროა. ყოველგვარი წარდგენის გარეშე. დღეს ჩვენ სტუმარია ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ქართული სიმღერის ავტორი გიგი დედალამაზიშვილი. გიგი, მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა ჩვენ სტუმარი რო ხარ. ჩემთვისაც ძალიან. როგორ ხარ? კარგად, თქვენ? ჩვენს აგვიჭერს. გაიხარეთ. ცოტა თავი მткиოდა, კერა წნევა მქონდა, მაგრამ მიშველეს აქ. ახლა ამინ მე და ილიამ ერთად დავლიეთ. თავის კიბლისა. ან ერთი აღმოჩნდა კიდე საერთო რომ მეზობლები ვიყავით. ყველაზე ბედყრულ საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდში. მატარა ვიყავი მაშინ მე. რო დაგირეკე ახლა რო შევთანხმდით შეასტუმრობაზე, სავა ვარჯიზე მივდივარო და ანუ ჩემი ოცნება არის მთელი ცხოვრების განმავლობაში ოცნება იყო რომ მე მქონოდა სპორტული ტანი. მაგრამ ბუნებამ არაფერი არ მომცა მაგისთვის რა. ხო არიან აი ზოგი რომ რაღაცა ერთი რაღაცას აწევს და უკვე რაღაცა მე არა და ბევრი მცდელობა მქონდა. და ხა 40 უკაკუნებ რამდენიმე თვეში 40-ის ხვდები და მინდა რომ 40-დან რაღაცა ახალი გიგი იყოს. კერდა მივხვდი რომ ბოლო გაფართხალება 1-5-10 წელი მაგ დამჭა 15 რომ სადამ სიმაღლე გიწყობს ხან. რა ვიცი. არა, გუმას ვამბობ ხა რა, თორე ერთად დავიწყოთ. არ არის გვიანი. არ არის გვიანი, მაგას ვამბობ. და ხა დავდივარ კრივზე. ძალიან მაგარ ბიჭთან. ალბათ მაგის ისეთი კაი ადამიანია ლევანი კაჟაშვილი, რომელიც მაგის გამო მაქვს ენთუზიაზმი, რომ რაღაცა იმდენად უყვარს თავის საქმე, იმდენად მაგრად ასწავლის და ისე არის ჩართული ამ პროცესში, რომ აი რა ვიცი, შენ ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, უნდა მიხვიდე უბრალოდ რა და დანარჩენს აი ხო რა ძალიან მაგით რომ სხვა ბევრგან მივლია. არის უკვე შედეგი? მარტოში გულის სიღრმეში. ისე ლახტით დღეს სხვა შორის რეკორდი დავამყარე. 1 წუთი და 52 წამი მის გარეშე რა ქვია. შეცდომის გარეშე. გავაკეთე ლახტი. და მაინც ბავშვობაში ხა ფეხბურთი, კალათბურთი, ხა ყველაფერს დავდიოდი. ყველაფერს დავდიოდი აუცილებლად. ორჯერ დავდიოდი ფეხბურთზე. ავაზარს დავდიოდი და ბაბუა ჩემი მეგობრო და დიდ მიშა მესხთან და რაღაც ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ და ავაზარშიც მაგიტომ მიმიყვანა ბაბუა ჩემმა რომ მიშას დაარსებული იყო. თან იქ ცხოვრობდით ჩვენ და ფეხით მივდიოდი ხოლმე და სხვა შორის ეს მიშა მესზე გამახსენდა რომ რო გარდაიცვალა მე პატარა ვიყავი და ბაბუა ჩემმა მაშინ ნახე პირველად ბაბუა ჩემმა რო იტირა რა ცრემლი რო გადმოაგდო და მეთქი ბაბუ რა მოხდა რაღაც აქეთ-იქ და აუ ისეთი კაცი წავიდაო ბაბუო აი მიშა მესხიო და მე არ ვიცოდი ხა მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და უნდა წამოვყვეო რა სალმინდი ხარ მეთქი და სტადიონზეო გასვენება იქნებაო რა და მე მინდა უბრალოდ რომ აი ამ ისტორიული იმის მონაწილე შენც იყო და აი როგორ მახსოვს ახლაც რომ მიშა მესხი რო გამოაცა ფარდის გაჭრეს ბადე და რაღაცნაირად ეს ხო რა ეს პირველი ხო რაღაც ხო კარიდან გაასვენეს ხო და ეგ იყო და მიმიყვანა ბაბუა ჩემმა ავაზაზე ხო და სხვა შორის ძალიან მაგარი გუნდელები მყავდნენ ჩემი კლასელი და ჩემი პირველი მეგობარი ლორია იყო ჩემი კლასელი ერთ მერხზე ვისხედით და ლორიად იყო უკვე მეკარე იყო მაშინ და მე მეორე გუნდის კაპიტანი ვიყავი სხვა შორის პირველ გუნდში ვერ მოხვდი ვერაზრ ჩემი ოცნება ეგ იყო ხო ლუკაკიშვილი ხო არ იყო შენ დროსაც თუ არა წვნელი იყო კოშკას ეძახდნენ ვიცი კი კაცი კოშკას ეძახდნენ გიორგი კი და ეგეც კაცრი იყო სხვა შორის მაგარი ხო და პირველი გამოცდილება ეგ იყო ფეხბურთის მე გამოვედი მე ძალიან მინდოდა ისო ფეხბურთი და მე შევედი ლოკომოტივზე გვერდზე იყო ლოკომოტივი და იქ შევედი ბაზაზე კი და იქ შედარებით წინავდი იმიტომ რომ იქ არ იყო ხა ავაზაზე უფრო ესეთი მაგარი ბიჭები მაგარი ბავშვები იყვნენ ლოკომოტივზე მე მათამაშებდი ერთი მე რომ მათამაშებდი ეგ ნიშნავს რომ მაგრამ ახსოვს თვალშოს ავაზა იყო მაშინ ძალიან მაგარი ნუ დინამო თავისთავად და კარგად მახსოვს დინამოსთან წავაგეთ რაღაც ფინალი საბავშვო იმისი და დღემდე მახსოვს როგორ მეწყინა მე არ ვთამაშობდი რა თქმა უნდა მაგრამ ხო და ეგ ლორიაზე გითხარი ლორია მაგარი კარგი ბიჭი არის
კარგი, ნუ ყველამ ვიცით როგორ სპორტსმენია. ამყარებს თუ დაამყარა უკვე. იმაში დაამყარა. თამაშების რაოდენობა. ხო, ეროვნულში თამაშების რაოდენობა. როგორი ტიპაჟი იყო, ხო? ხო და იყო წყნარი, ჩუმი ბიჭი იყო. მეც პრინციპში ეგეთი ვიყავი. და პირველი აი რას ლორია მახსენდება მამამისი რა. ეს მამამისი იყო. აი რაღაცნაირად ესეთი მზრუნველი და ესეთი ინტელიგენტი, ჭკვიანი, რაღაცნაირი ისეთი კაცი იყო რა. რეჟისორი იყო. და სხვა შორის ლორიას გადაღებას უნდა და პირველი მეორე კლასში ვიყავი და ლორიას გადაღება უნდა და შვილის რაღაც ფილმში და მახსოვს მაშინ თმა შეუღებეს და რაღაც ძალიან ისიყო მაშინ და თმა რატო შეიღები ბიჭო რაღაც ხო რომლი 93 წელია წამ ფილმში მიიღებენ და იქ ტიპაჟის საჭიროა და სწორედ არ ვიცი ფილმი გადაიღეს თუ არა მაგრამ თმაში ყვიჭვაც ლორიას მამა ვიცი რომ იქ არის გადაღებული ეპიზოდურ როლში იმერულ ესკიზებში რომ ირბიან ერთ-ერთი ეგ არის თამაში ამ გიორგის თამაში არ გამოუტოვებია აი ერთ ადგილას იჯდა ხოლმე სულ განმარტოებით უყარდა ჯდომა რომ არ შეეწუხებინა რაღაცა მაგარი კაცი იყო ისე მეწყინა რომ გავიგე რომ გარდაიცვალა ძალიან მაგარი კაცი იყო და ხო გეუბნები პირველი კლასიდან აი მამას დაყავდა რა სკოლაშიც აკითხავდა სულ ყველგან მამამისი იყო და მართლა სამაგალითო მამა იყო და ლორიას მე გადამსვეს მე ჩემი მეგობარი გიორგი გუგუტიშვილი აქეთ აი ძალიან მახსოვს სუბოლო მერხზე ვისხედით ლორიას ბოლო მერხზე იყო ერთის გამოტოვები ბებიაჩო მაგრა იჩხუა მაგაზე რატომღაც რა ფერმი შვილი ბოლოში რატოზის აი გოგორატო დაუსვე ეს თქო არ გაჭრა და ბოლოში ვისხედით და მე და ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ას რაღაცებს იმუშავებდა იქით მიშა სიმონიშვილი ეჭდა გვერდზე და ის ორივე ძალიან წყნარი იყო და პრინციპში მე წყნარი ვიყავ მაგრამ ის იმუშავებოდა და ჩვენ დაგვაშორეს და გადამსვეს ლორიასთან და ერთად ვისხედით პირველი 4-5 წელი ვიყავით ერთად. მერე გადავიდა და მერე მეც გადავედი მაგ სკოლიდან 2 წელიწადში. და იმ ერთ მერხზე ფეხბურთზე ლაპარაკობდით? თუ ჯერ არის ხო ფეხბურთი მერე თუ არ ვწდები მესამე კლასში შევედით. თუ არ ვწდები მესამეში. მაგრამ მე რო შევედი გიორგი უკვე იქ იყო. უკვე თამაშობდა. კი. უკვე დაწყებული ქონდა და უკვე მეკარე იყო რა. ეხლა ჩემი შვილიც დადის ფეხბურთზე და ჯერ არიციან ვინ მეკარე დრო ყველას ისე მოშდა. მაშინ უკვე უნდოდა მეკარეობა რა. თავიდან სიმაღლეც ეკნებოდა და კი, სიმაღლე ჩემზე მაღალია. გიგი, მე და ილო შენი შემოქმედების დიდ თაყვანისმცემლები ვართ, როგორც ქვეყნის 90%, 99%. გიგი და ეხლა რომ ემზადეოდი შენთან შესახვედრად, რაღაცებს გადავავიქვა, მსახიობი ყოფილხარ. კი. ნუ პრინციპში მომღერლობა და მსახიობობა შორს არ არის, ერთისგან. ეგ რანაერად. მე ვიყავი ძალიან მორცხვი ბავშვი. უпроსტად ჯერ მსახიობი იყავი. ჯერ მსახიობი ვიყავი და ის და კი და აი ამ მსახიობობამ განაპირობა ის პრინციპში რომ მე გადავდგი ის ნაბიჯი რომ დიდი დაძალებით რა თქმა უნდა დიდად ქალების დაძალებით ზედა ჩემი და მაშინდელი ჩემი შეყვარებული ასე ვთქვათ რომ აი ცოტა შორედა რომ დავიწყო ძალიან მორცხვი ვიყავი და რაღაცნაირად მაგრამ თეატრი სულ მიყვარდა და სულ დავდიოდით ხოლმე თეატრში მოზამაყურებელთა თეატრის გარდა ის და რუსთაველის თეატრში კინო მსახიობთა თეატრში მარჯანიშვილში და სულ ეს ოჯახს გვიყვარდა ხოლმე და ეჩებს დავყავდი და მე 18 წელს უკვე ჩავაბარე გპ-ში ეკრ უნივერსიტეტში და მეორე კურსზე პირველი კურსზე დავხურე და მეორე კურსის შუაში რო ვიყავი მოვიდა მსახიობობა ერთ სპექტაკლი ვნახე და ტარტუფი იყო ეგეთ სპექტაკლი გიორგი ნაკაშიძე თამაშობდა ტარტუფს და აი რაღაცა რო ვნახე გიორგი მივხვდი რომ ეს იყო ის რის კეთებას მინდოდა მთელი დარჩენილი ცხოვრება და თურმე მსახიობობა მინდოდა და მე მთელი ამბები იყო იქ ოჯახმა ძალიან გვერდში დამიდნენ თავიდან გვაქვს დრო ისე? შეგვიძლია ხო მოვყვეთ ხო? თუმცა მე ამოვიჭრება და არა, ყველა ხო და ოჯახი ხა წარმოიდგინე რომ რთული პერიოდია 2003 წელი, 2 წელია ხო და ეს ჩამაბარებინეს გპ-ში, არ ვიცოდი რა მინდოდა როცა ჩამაბარე გპ-ში სწავლობ. მე რაღაც შინაურობით ერთ-ერთ ბანკში ადგილიც მინახეს და უკვე ესე აკეთებდნენ რომ აი დაიწყოს მუშაობას რა მაშინ შემოდიოდა ეს სესხები და რაღაცები ახსოვს და
ამიყვანეს ახლა იმ ბანკში და პირველივე დღეს აღარ მივედი და უთხარი და მეუთხარი. ემსახიობა მიდავე. გაქო რა გინდა? და მე მანაბერიკაშვილა ქალბატონო მანამ დეჩება დაურეკა რომ აი მიგიყვანო მანასთანო და მანამ თქვა რომ ერთი ლექსი მოიტანოსო და ხოდა ეჩემა თურმე ჩუმად უთხრა რომ ქალბატონო მანანა ვიქნება უთხრა რომ უნიჭოაო რა იმიტომ რომ ესეო ხოდა ძალიან უნდაო და რაღაცაო დაგერო მეორე კურსს ამთავრებსო სამსახურს იწყებსო ხოდა რა გზაზე დგასო და რაღაცა და მეც მის მართლას ეუნებოდა მეც რაც ჩემ შულზე ვეთყვი ხა სხვა სამი ხოდა ნუ რაღაცა იმ დღეს ისე მინდოდა ეს რომ მოვეწონე ერთ ქალბატონ მანაზე თქვა რომ არა მომბისო მონაცემები აქვსო და ჩავაბარე მიმიღეს ხო და ოჯახი ძალიან გვერდში დამიდგა იმიტომ რომ თეატრალურ ინსტიტუტში კი თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე მაგრამ მე დედაჩემ მითხრა რომ ისიც დაამთავრეო და ისიც დავამთავრე რომ დედაჩემს აქ ორივე დიპლომი და დაქალები რომ მოდიან ხოლმე ყავასთან ერთად გამოვაკ ხო და ესე გავხდი მსახიობი და მსახიობი რომ გავხდი რაღაცნაირად შევიცვალე კი არა ალბათ უფრო გავიხსენი რაც მომცა იმის სითამამე რომ რაღაც სიმღერების წერა დავიწყე უფრო გავიხსენი უფრო რაღაც სხვანაირი გავხდი მახსოვს თმა მოუშვი მაშინ და ესე ზურგსურან ლაპარაკობდი კიდე ბიჭო იგი გაგიჟდა რა ეს იმაშოება ბიჭო გაიზარდა და რაღაცებს უკრავს ხო იმ დროს ძალიან 90-იანებში არ შეიძლება არ შეიძლება და ბაბუაჩემს მუსიკაზე ო ბაბუაჩემის ის იყო ოცნება იყო ბაბუაჩემს მუსიკოსი იყო როგორც და ჩემი და ოცნება იყო რომ მე დირიჟორი გამოსულიყავი და ნოტებით რომ დავყავდი ხოლმე რაღაცა ბაბუს რომ ბაბუ მე მოთხარი ცოტა უკანი არა თქვენ და ნოტებით ცხენოდა ის კი არა რომ მე ხულიგანი ვიყავი ან ვიღაცას გაუკვირდებოდა ჩემგან ეგეც და გიტარაზეც იგივე იყო გიტარას რომ გაივლიდი ეგრევე ბანდერასი იყავი და უნდა დაგეკრა რა მე ეგრე არ მომსვლია მაგრამ ბევრი ჩემი მეგობარს ნაცნობს ბეთჰოვენა და ჩემი მეგობარი რომელიც პიანინოს დადიოდა მაინც სკრიპაჩს ეძახდნენ ისე რატო იკლებოდა იმ დროს ხო არ ვიცი რა სახასიათო მომენტი არის იმაშიც რა ქვია უიმე დედა ბენაზე მაგას ზურიკელას რო ეუნება მე ბებია იყო და რა სამოფო შენაო საარტისტოზე უნდა ჩააბარო თვითონ სირცხვილი იყო რა მოხდა მე რა საექიმო არა საარტისტო არტოზე უნდა ხო და საექიმო უნდა და ბებიას საექიმო ბებიას უნდა აწვებოდა ხო და აი მაგ პერიოდში რაღაცნაირად ეს მოხდა ის ჩემში რაღაცნაირი ცვლილება და პირველ კურსზე 2006 წლის 11 სექტემბერს დავუკარით პირველი კონცერტი და ეგ იცვლება ჩვენს დაბადების დღეთ. 2006 წლის კი. 20 წელი. ახლა 20 გავა კი, 20 გავა ახლა კი. და ისე უბრალოდ მოგეტრიანად და დაუკარეთ თუ რამე სიმღერების წერა დავიწყე რა თქმა უნდა. ვაფშე გიტარაზეც სულ დეჩები მუსიკოსია, მაგასთან ღეროდით კაპელაში და სულ გიტარაზე უკრავდა და 90-იან წლებში ბევრი მოსწავლეც ყავდა ხოლმე რომ რაღაცნაირად თან ასწავლი და კარგ საქმეს აკეთებდა და თან ფინანსურადაც ახლა რა თქმა უნდა და სულ მეუნებოდა გასწავლი გიტარაზე დაკვრას და არ მინდა დედა და არ მინდა და არ მინდა და არ მინდა არ მინდა და გავხდით 15-16 წლის და რაღაც სკოლის სადღაც წავედით და რაღაც სხვა თუ პირველი კურსზე გპ-ის პირველი კურსი იყო მე მგონი და წავედით ანუ ახლა ის პერიოდია რომ გოგო არის შენთვის ყველაფერი რა გოგოს გამო გააკეთებ ყველაფერს რა თქმა უნდა და როგორც მიგ ჯაგერი ამბობს როკ-ენ-როლის ატრიალებენ გოგონებიო რა გოგონებზე დგან რეალურად ეგრეა ხო და დავინახე ბიჭო ერთმა ბიჭმა ამოიღო გიტარა დაიწყო დაკვრა და ბიჭო მთელი გოგოების ყურადღება და აი რა მაკლია თქო გიტარა სახში მივედი დედაჩემი გავუყიდა და მასწავლე გიჟდები ბიჭო ხო გეკახოსია გიჩინო უკრავს და ღერის და აი მაგიტო დავიწყე საერთოდ სიმღერების წერაც მე მაგიტო დავიწყე რომ რაღაცნაირად გოგონებთან თავი გამომეჩინე აზარტში შეხვედი აზარტში შევედი ხო და პირველი სიმღერა სიყვარულის ამბავი იყო ჩემი მეგობრის გეგი ვასაძის მე ესე გიტარაზე უკრავდი უბრალოდ ის ლექსებს წერდა სიყვარულზე ის იყო ზურიკელა ხო და მაგის დღევანდელი ცოლი და ერთად არიან დიდი შვილი ყავთ უკვე თამუს ჩემი ნათლულია ხო და მიდიოდა ამერიკაში და მაშინ ამერიკა იყო ძალიან შორს რა 2003 წელს 4 წელს გრინ კარტები არის ხო არა არაფერი არ იყო ანუ ამერიკაში თუ ვიღაც მიდიოდა ხო და ერთწლიანი სასწავლებელი პროგრამით და ნუ ეხლა ჩემ მეგობრებმა იცის რომ ერთი წელი ვერ ნახავს თუ ამ დროს ძალიან უყვარს და ლექსებს წერს და მოდიო რამე საჩუქარი გავაკეთოთ და რაც შესაძლებლობაც ჰქონდა
ისინი ყველაფერი ნაჩუქარი ქონდა რა, რაღაცა ცეპი, ძეწყვი, გულისრა, ისი ჩუქება შეძლო, ხო, რა შესაძლებლობაც ქონდა, ეგ ყველაფერი ნაჩუქარი ქონდა და მოდიო სიმღერა ხო არ ვაჩუქოთო აი. აი მეთქი ვაჩუქოთ მეთქი. მე ლექსებს წერო, შენ გიტარაზე უკრავ და აი ახლა რამე დაწერეო ჩემ ლექსეო და აი მეთქი დავწერეთ. მე ძლივს ვცდილობდით რაღაც ვებკამერად ვერ ჩავწერეთ, მე ბოლო-ბოლო ერთ სიტყვას რაღაცნაირად ჩავწერეთ. დისკზე გავატანეთ და თან ის პერიოდი იყო ძველი აეროპორტი და იქამდე რომ ადგილამდე რომ მიყვებოდი გახსოვთ? ეს ტრაპამდე დაგვდება აეროპორტში. ტრაპამდე მივყევით და იქ დავსვი და ეს მივაწოდეთ ეს დისკი ინცას და საში მოусპინა და ეს იყო ჩემი პირველი სიმღერა. და რა თქმა უნდა ამ სიმღერას ახლა მეგობრებთან უკრავდი. სიმღერას ქვია გეგის ლექსზე, ხო და? უკრავდი რომ ძალიან მოეწონათ ხა მეგობრებს, რა თქმა უნდა, ხო მეგობრებს ყველაფერი მოწონთ ხა იმ პერიოდში, რაც არ უნდა გააკეთო, ვერჩი გიდგანან. ეს იყო პირველი სიმღერა, მე დასვენებლად წავედით, მე მეორე სიმღერა დაიწერა, გაიღუძა ბუნება. მე მესამე, მეოთხე, მეხუთე თვარე იყო თუ არ ვცდები და უკვე რაღაცნაირად თეატრალურშიც სადაც დავდივარ, ჩემი გიტარი დავდივარ, თან ძალიან მომწონს იმ პერიოდში თავიდან ძალიან მომწონდა ყველგან გიტარი. მე უკვე გადამიყვარდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეგ ცალკე ისტორიაა. მაგის გამო რომ ირეკავდნენ, ეგ რაღაც გიგი წამოდი გიტარა წამოიღე. ხო და ესე 5-6 სიმღერა ქონდა და მეგობრები მე გპ-ის კაპელაში ვღეროდით დედაჩემთან და იქ ვიმღერო და სხვა ინსტრუმენტები აიღეს ბიჭებმა და ერთად რაღაცებს შევხვდით აქედან თეატრალურიდან გიგი გეგელაშვილი დამეხმარა კიდე ძალიან ჩემი ახლო მეგობარი და დროა საერთოდ ისე ვიყავი რა თავიდან რა უნდა ვეკეთებინა არ ვიცოდი და ეს სიტყვით ეს 5-6 სიმღერა ქონდა კი არა უკვე 9 ქონდა და დედაჩემმა მაშინდელმა შეყვარებულმა და ჩემმა დამ ეს ცალკე მოითათბირეს და მოვიდნენ და კონცერტი უნდა გავაკეთო არ მინდა უნდა მიგაცო არა კონცერტი უნდა გავაკეთო და მაშინ პაოლო კოელიო იყო ეგეთი ლიტერატურული კაფე ძალიან მოსუსტული პატარა კაკელიძის დასაწყისში იყო და მე ვთხარი ოღონდ ისეთი ხალხი მოვიდეს მეთქი რომ ყველა სახეზე უნდა ვიცნობდეთ ხო და მაშინ დაგვეხმარდნენ გიორგი ზანგური, გიორგი შალამბერიძე და დეფიგო გიბედაშვილს ჰქონდათ პოეტური ორდენი სამკაული ხო და ისინი ლექსებს კითხულობდნენ თავიდან მე ჩვენი კონცერტი და კონცერტამდე კი ჰქონდა ეს სახელი მგზავრები მაგრამ კონცერტამდე რაღაცნაირად რა ქვია დავედით სამი კაცი და დავუკარეთ პირველი კონცერტი აი ეს დაიწყო რა გაიღვიძა ბუნება მეგრე ძველია მე უფრო რაღაც ახკეთვა მეც ახკეთვა ხო მე ისე მეგონა შედარებით ახალი ხო და იმიტომ რომ აქ სიმღერას გაიღვიძა ბუნება სხვათა შორის პირველივე კონცერტზე ვიმღერეთ ანუ ესე 2006 წელს უკვე მქონდა მე რაღაც პერიოდი 1-2 წელი თუ 3 წელი არ ვღეროდით იმიტომ რომ რაღაც ნელი მუღამი იყო რომ ვითომ ნელი სიმღერა და რაღაც ვერ მიაქ ისე მე ჩვენი მეგობრის და ჩვენი ბასისტი დათო გოგელიას ძმამ ზურა მოვიდა ბიჭო გაიღვიძა ბუნება მსგავს რატო არ მღერი ხართო რა მე მოთხა ნელია და რაღაცნაირი ისეთია თქო არა მაგარი სიმღერა გაიღვიძა ბუნება მე გავაცოცხლეთ და ჩავწერეთ 2009-ში გამოვიდა უკვე მაგის კლიპი ხო ეს გავაკეთეთ ხო და აი დედას გარდა თუ ყავდა ესეთი ინსპირაციის წყარო აი ესე ვინმე მისაბაძი რა მომღერალი დედა და ბაბუა იყო ალბათ ეს და კი როგორ არ მყავდა აი ეს თვითონ ის თაობა აი ნიაზ დიასამიძე ზუმბა ნინო ქათამაძე აი მათი ისინი იყვნენ რაღაცნაირად ჩემი თაობის გადამრჩენელები რა როგორც რავი ოაზისმა 90-იანებში ისე გიტარა აღებინა მთელ ბრიტანეთს ჩემ შემთხვევაში ეს იყო იმიტომ რომ ეს რთული 90-იანი პერიოდი რომელიც ყველას გვახსოვს და მე 90-იანების ძალიან დასაწყის ვერ მოვესწარი აი კი ირაკლი ჩარკვიანი კი მახსოვს აი დადადადიანი ისე ცოტა პატარა ვიყავი მაშინ აი ტაქსი ქიშო და ინტელიგენცია ცოტა მე გავიგე, მაგრამ აი შემსწრე არ ვიყავი მათი კონცერტების და ასე შემდეგ და ნიაზის უკვე 99-2018-დან უკვე დავდიოდი და რაღაც ძალიან დიდ მას მაძლევდა რა ქვია სტიმულს ხო რომ არსებობს ესეთი ბიჭები რომ ყველაფრისგან ყველა ახალგაზრდისგან განსხვავდებოდნენ ჩემზე ცოტათი დიდები არიან მაგრამ ზუსტად ის პერიოდია როცა უფროსი ადამიანის გამოცდილებას იზიარებ და მივხვდი რომ ასეთი საქართველოს უფრო მომწონდა და უფრო მიყვარდა და თან მაშინ ის მახსოვს რაღაცა რთული ცუდი პერიოდი იყო რაღაცა უფასო ეგ იცი რა პერიოდი იყო ეხლა გაგახსენებ რომ თბილისში მადონა რო ჩამოვიდა და
და მე რო კონცერტზე ვიყავი. დინამოზე იყო მადონას კონცერტი. მადონა? მადონას კონცერტი, დიდი რეკლამები იყო და არიქა და მადონა ჩამოდესა და ვიღაცა ჩამოვიდა. მართლა? მე დავჯექი და არიქა მადონა. ვიღაცა ბულგარელი მომხერა. მაგრამ მადონა ერქვა? მადონა ერქვა და ესაც ორგანიზატორებს ასაღებდნენ რომ მადონა. აი მაგ პერიოდში მახსოვს ადიდასი აბიბასის ალბომია ხო? მეთქი მადონა რატომ მოდაში იყო ეს რუსული ჯგუფები აი 90-იანების დასაწყისში და ეგენ თუ ჩამოვიდოდნენ მე მალევე გადავიდა ეგ აი რაღაც ზოგ ბენზე კი აი DDT-ზე არ გადახსოვდა არა მე ვამყავი პაპსაის ალეგროვა და ისინი ეგენის მახსოვს ეგენი იყო ძალიან მოდაში რაღაც 90-იანების დასაწყისში ბათუმი იყო მაგის ესა მეკა ხო არალიო და ვიღაცა ორბაკაიტე და ეგ ორბაკაიტე და ისინი ხო იგი მგზავრები საიდან ესე იგი მგზავრები იყო სპექტაკლი მანნა ბერიკაშვილის სადაც ჩვენი მეგობრები თამაშობდნენ და თან მომეწონა ეს სახელი კაი სახელი იყო და თან იდეაც რაღაცნაირად ის ჩავდა თამაში რომ ჩვენი ცხოვრება არის ერთგვარი მგზავრობა ანუ მოვდივართ საიდანღაც სადაც ბევრი ადამიანი მსჯელობს ხო საიდან მოვდივართ სად მივდივართ მაგრამ ფაქტია რომ ეს ჩვენი ცხოვრება არის როგორც მგზავრობა და ჩვენ ვართ ყველანი მგზავრები და რაღაცნაირად ეს იყო იდეა და მაგრამ ძალიან ეჭვგეპარებოდა მაგაში სხვათა შორის და ფიქრობდით რომ აი რა ვქნათ რაღაცა მგზავრები არა მგზავრები კარგია არ არის კარგი ცუდია ასე შემდეგ და აი კონცერტის წინ 2006 წელს წინა დღეს უფრო სწორად დეფიგო გიბელაშვილი გვეკითხება რომ სახელი რა გქვიათ მე მითხარი რავი უსახელოდ ხო არ გახვალ შეიძლება რაღაც ფილოსოფიური თქვა რომ რაღაცა გეიმი რომელსაც არ აქვს სახელი ის რაღაც ხა ამერიკაშია ხო ხა მე მგონი ხო кай ხანი აღარ მინახავს ერთი დეფი მე მგონი ხო ერთი 10 წელზე მეტია აღარ მინახავს ხო რა ხო და მეც ვიფიქრებო სახელზე და ჩაფიქრდა მახსოვს ძალიან პოეტურად ჩაფიქრდა ბერეტი გაშინე რაღაც პოეტურად ობრაზში იყო ქართულად როგორ არის იერსახე ეგ არის რა ობრაზი დავფიქრდა და ერთი ვერსია მაქვსო ან გზავრებიო ანუ ფოთოლცვენაო უთხრა გზავრებს დავარკვევ ფოთოლცვენა და პოეტურია რა დიდია ხო და დავარკვით გზავრები გავედით და ესე დაერქვა გზავრები ხო და ამასობაში ფეხბურთსაც მაგრამ იქამდე ჩამოშვა რამდენი წელია არა 2 წელი თუ 2 ჯერ ვიყავიო და ესე იგი ავაზაზე დავდიოდი ალბათ 3 წელი ლოკომოტივშიც ეგრე დავდიოდი 2-3 წელი შუაში დავდიოდი კიდე კალათბურთზე და ყველანაირ სკამს ვიცნობ რა აი სათადარიგოების სკამი ვიცი ფეხბურთში სხვანაირი სკამია ეხა ყველა ცუდი რა არის ჩემი შვილიც დადის დინამოზე და ძალიან უყვარს ხო და არ ვეუბნებით ახლა რომ ჩემი ნიჭი გამოყვა რა ხო სარუტე ხო და სახში მოდის და თან ძიძას დაყავდა რაღაც პერიოდი რა და ეხა ბოლო პერიოდში ჩვენ დავყავს და მოდიოდა 20 გოლი გავიტანე 25 რა ძიძას მოდის 100 გიჟდებიან ეს და კვარაცხელია გვესდება ეს გვესდება ის გვესდება და მესი და მივედი და თამაში გქონდა და ეგ ჩემსავით სათადარი უყურეს მაგარი ჩამიგრეული აი ნუ გადაიწურა ვიბეც არა ეგრე იწყებდა კაცო უმეტესობა პელე იყო ზამენაზე იქ თავი პელე ზამენა ხო რაღაც ფილმი ესა და აგერ რაღაც შორს მივდივართ ეხა იყოს თუ გინდა ზამენაზე აგერ სკოტ კარსონმა რო დაამთავრა ეხა კარიერა მანჩესტერ სიტის მეკარემ 12 ტიტული აიღო და ბოლო 7 წლის განმავლობაში ნათამაშები აქვს 107 წუთი მეტი არა 12 ტიტული კარენბუ არა არის ყველაფერი მოგებულია აი ეს მაინც განსაკუთრებული შემთხვევა ეხა 12 ტიტული ხო კი ყველაფერი მოგებულია ტიმს და ფინალი არ უთამაშია ხო ერთი თუ ორი ფინალი ო არა ფინალი და არიან ეგეთი ტიპი ამ მუსიკალურ ამბებზე აგერ ჩვენი მეგობარი უფრო კომპეტენტურია ათასჯერ ჩვენთან ირაკლი გულიაშვილს აქვს ჩვენთან მაგარი საავტორო გადაცემა აქვს პლეილისტი და იქ მოყევი და მოდი ჩვენთან ახლა ეს ვქნათ კი ბატონო თავარ თემაზე გადავიდეთ შენი ჰიტია ერთ-ერთი ჰიტი საქართველოა თქვა რა ო აი საიდან მოვიდა ეგ
მუზა. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი რომ ყველას ძალიან გვიყვარს. ჰიტი მეთქი, ერთ-ერთი ჰიტი, იმიტომ ბევრი ჰიტი. წარმოუდგენელია რომ ეს ძალიან უცნაური არის ხოლმე თვითონ ეს სიმღერის წერის პროცესი, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი ხოლმე საიდან, იმიტომ რომ მე არ მაქვს ის დისციპლინა. რაც ალბათ ცუდია, იმიტომ რომ ბევრი მწერალი ამბობს, მაგრამ წერილებს უფრო აქვთ, რომ აი აუცილებელია დღეში წერო 2000 სიტყვა, ანუ ხარ ხასიათზე, არ ხარ ხასიათზე, მაინც ბევრი მწერალი იყო ასე, რომ ტოლსტოიც ესე იყო თუ არ ვცდები, რომ ყოველდღე რაღაცას მაინც წერდნენ. მე ასე არა ვარ, ანუ გიტარას არ ვიღებ, თუ რაღაცა არ მომივიდა და ამ ბოლო პერიოდშიც ისედაც დავიწყე რაღაცეები მომდის და უცებ დიქტოფონზე ვიწერ. შემიძლია მოგასმენოთ კიდევაც, როგორ დაიწერა, ჩაწერილი მაქვს. აი, დიქტოფონზე ვიწერ ხოლმე და პირველ ჩანაწერს გაგიფხელთ ამ სიმღერის. ხო და ეს პერიოდი იყო, რომ ეს რაღაც რომ მომივიდა თავიდან არ იყო საქართველოა, იყო საქართველო და მეგონა და ერთი წუთი. პირველი ვერსია საქართველო. არა, ვერსიაც არა ეს რაც აი ესე ახლავე დრო გვაქვს, არ ვიჩქაროთ. ახლავე, არა ეს ძალიან უკან წავედი, როცა 23-ში წავედი. აი მაქსიმ ღერას რა მაგრად ესეთი იცი რამდენი ნახვა 12 მილიონი ხო ბევრი ნახვა ხო და უცებ აი სანამ მოვძებნი ამას აი ჟარგონულად რო იციან დააკვდაო აი ხო მაგრად მოაჯდა რა პირდაპირ ხო და ეს ჩანაწერები მქონდა აი ეს რაც ახლა ვეძებთ და მოგასმენინებთ და ამ დროს გავიდნენ ჩვენები და აი იმხელა სიხარული და თან ვფიქრობდი რომ აი ეს რაც მქონდა საქართველოსდა და რაღაცა და ფიქრობდი რომ გამოუშვა არ გამოუშვა იმიტომ რომ ძალიან რთულია საქართველოსზე შარდ შენ სამშობლოზე სიმღერა იმიტომ რომ ცოტა დანისპირი არის რა დოზას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ცოტა გადაამლაშებდა რაღაცა რაღაც პათეტიკური ცოტას დააკლებდა კიდე უმარილო გამოვა ხო და ამიტომ სკოლსკია ხო რა და ბოლოს აი ბიჭებმა რო გაიმარჯვეს იმხელა და ეგრევე მივხვდი რომ და დამამთავრდა და აი რო გაიმარჯვეს ბიჭებმა უკვე ის აი ეს მონახაზი რაც იყო ანუ ბერძნებს რომ მოუგეს და კი და ეგრევე მაშინ ქონდა რაღაც მონახაზი აი ეს ქონდა რა მე მგონი ეს არის ერთი წუთი დალილატატა ეს იყო რა მეტი არ ეგა შავი ვარიანტი ეს არის ქუჩაში მივდიოდი და წავიღინე და ჩავწერე ხო აი ეს წერ სიმღერებს წავიღინე ჩავწერე და მე უკვე დავამატე ეს ჩემი გაშენი ხელი არა ესადე და ესეც ქუჩაშია ეს ღამეა სახში იმიტომ რომ ჩემსოლს ეძინა და ჩუმად წერდი მე მოვიწდება ხოლმე და ამიტომ ეს ჩუმად წერდი და ჩემსოლს ეძინა გვერდზე და ებია ქართველო და საქართველო და მაგარი და ესე მოხდა ეს სიმღერა და ისე ყველაფერი როგორც გაგაცნეთ კარგად აეწყო თვითონ არანჟირებაც კარგად გამოვიდა მე ბიჭებმაც გვასახელეს და ბიჭებმაც აიტაცეს და ეს გამოუშვი 18 ივნის ბიჭების თამაშის წინა დღეს. არა, თუ არ ვწდები 17-ში გამართალია. 17-ში გამოუშვი და 17-ში გამოუშვი და ხო, კი. და გერმანიაში ჩვენს რომ ნახეთ რა პირველი. აუ რა მაგარია ჩვენმა ჟურნალისტებმა. კი და აი ისე გიგი გიტარა დაგახვედრეთ. ო, მაგარია. ორიგინალს შევისრულე? აუცილებლად. აბა მოემზადეთ. ირაკლი გიტარა მოვეცით რა. აგერ მოკლედ ეს ეგეთი სიმღერა ბოლო პერიოდში. აი ახლა ლაივში ორიგინალს მოგა. ჩემი აზრით, აი საქართველოში ბოლო პერიოდში მაგარი. კი, ძალიან მაგარი. სპეციალურად სარბიელის პოდკასტისთვის. კი ბატონო. თუ გინდა გამომყევი
თუ გინდა გამიშვი გზად თუნდაც წავიმღერო ვეცადოთ რა გვიშლის ბევრი მაქვს მოსაყოლი პატარა ამბავი ხალისი წამოიღე სიტბოგი აკარი ეს საქართველოა 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 წარსული სქებაში და აწყოზე გამათი იმედით მომავლის და ასე მარადის დარჩება ისტორიას სევდით და ხალისი გზა და გზა იარები გაქრება თავისი ეს საქართველოა 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 ენაცვა შვენიერი ენაცვა აბლობა მინდო დავყოლოდი მაგრამ რანამუსით შეიძლება ბიჭო რანამუსით ეს სიმღერა ზოგ ძალიან ისეთ სპეციფიკა რომ პირველი ნაწილი არის ძალიან დაბლა მეორე ნაწილი არის ძალიან მაღლა და საქართველოს რო იწყება ხო და ეს და თავიდან ამაზე იყო ძალიან ბევრი მსჯელობა და I am not ძალიან მიჭირს ამის დაღება ხო და ეს ხო არის საქართველოს კატასტროფა კონცერტებზე ამას მღერით ხოლმე ბოლოსკენ და იქ კიდე გახურებული რო არის ხმა კიდე სად და ეხა აი ზოგი ძალიან მიჭირს მოდი აქეთ გადავიდა ეს რა მაგარი ბუხარია მოქმედი არ არის ხო არა შეგვიძლია ავამოქმედო ეგრე არცია კი ხო და გიგი ეს ერთადერთია ჯერჯერობით სპორტულ თემატიკაზე კი სხვა არ რეპერტუარში კი ხო არ იგეგმება რამე კიდე რა შეიძლება იმიტომ რომ ამ ბოლო დროს მაგრა ისკდეს ჩვენმა სპორტსმენებმა მაგრად კი 2030 სოფლიოზე თუ გავედით მე კი ბატონო ხო იცი რა არის იმდენად სათუთია ეგ თემა რომ რაღაცა ყველაფერი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს რა ესეც ახლა წინა რო ყოფილიყო რაღაცნაირად ვიღაცის შეკვეთა აი ვიცე ვამბობ რა რობოსულიყვნენ რა აი ყოფილა ეგეთები რომ რაღაც სხვადასხვა კომპანიას რაღაცებს უთქვიას რომ აი მოდი აი ეს და რაღაცნაირად არ გამოგსულა ეგ პროექტები იმიტომ რომ ვერ დამიწერია ხო და აი ესე რომ აი ეს ბიჭების ემოცია ეს რაღაცა 1-2 ფრაზა რომელიც მაგამდე მქონდა უკვე თვითონ თავისთავად შეიძლება ბიჭებს ალბათ იცნობ რა ფეხბურთელებს და აი არ უთქვიათ ამ სიმღერაზე რა გითხრათ კი აი ისე გამახარეს ჩვენ მე ბანკეტზე იყავით კი ბანკეტზე უმღერეთ ხო და ძალიან აუ რა სასწაული იყო ერთ-ერთი ყვარა ვერ გავიცანი ერთ-ერთი მალევე წავიდა მაგ ბანკეტიდან ხო იქაც რო გამოდიან ბიჭები ხო ეს რო უჭირავთ ხელში დინამიკები და ისე რო დადიან ლობჟანიძე და ეგენი ხო უკრავენ ხო და ძალიან თბილი საუბარი ქონდა ბიჭებთან კანკავა მახსოვს რაღაც მითხრა რომ შენ სიმღერას უსმენ ხოლმეო და ძველი სიმღერები გამახსენა აი შანსი არ არის რაღაცას ისე გამეხარდა რომ რავი ყველამ და რა თქმა უნდა მეც ეს რომ მეც უნდა ჩავსვა სხვათა შორის მეც ხელები მოწერე ეს რამასვანაძე მოგვიტანა ხელს მოწერე მოგონი ნაკრების მომავალმა მაგარი საფეხბურთო სიმღერა აი ძველებიდან დინამო არის აი მე ეს რაღაცა აი არ არსებობს ეს ეგეთი შემართების სიმღერა და ეგეთი
არ ვიცი, გიждები, აი გიждები რა. 78-დან რამდენი წელი გავიდა ესე კი რა, ამდენი 50 გავა ეხლა. ხო რა. და დღემდე ისე რა. ყველაზე მაგარი სიმღერა, ალბათ რაც კი დაწერილა რა. თაობა წამოვიდა, ხო? და ბურჯგლავს და არ არსებობს. არ არსებობს. რაღაც შაბაში არის. კი, ანუ სასწაულის სიმღერა. ჩემ 8 წლის ბავშვს ვასწავლე თან გოგოს. ხო. ეგეც და ისიც 200. მანამდე 64-ის დინა. არის 120. არის ეგეც ძალიან კაი სიმღერაა. უცხოურებიდან კიდე რა ვიცი ხა აი ბევრს უთქვია და პირადად ჩემთვის ნომერ პირველი საფეხბურთო სიმღერა მე მგონი კოლბასთვისაც არის არა ის იტალია 90-ის გახსნის გახსნის ხო ასე რა გითხრა ახლა არა მე და იტალია ხო ეს ვართ რა ქვია არა საშენოდ კი დამთავრდა ის ჩემპიონატი და დამთავრდა არა მე და იტალია ვართ ძალიან ვერ მეგობრო ანუ უკრაინის ჩემპიონატზე ბედნიერი იყავი ხო მე თამაშზე ვიყავი სხვათა შორის და იმაში რა ქვია ვის ჩემპიონატზე უკრაინაში რო იყო უკრაინაში და პოლონეთში ევროპა კორეაშიც ეს ვიყავი, ბედნიერი ვიყავი იქ რო ეს რა ვქია და ახლა ეს ბოლო მსოფლიოს სუბედნიერი შესარჩევი რო ვერ გადი. აუ მე მაგას ხა ბევრი ეს გამომიჩნდება რა ვქია. ჰეიტერი რა ვქია. ეგ რატო იცი მე ვარ თავდაკლული გერმანელი. და ჩემი არის გერმანელი მამუკა, აი როგორი გერმანელია არის. ეხლა არ მინდა ის იარაზე დაგაჭირო კიდე და შენ რო გადიხარ ასაკეთებ ბოლო ორი მსოფლიო. ჩვენ მაინც გავდივართ იქ ვაფიქსირებ თავს და აუ ბუფონი შემეცოდა იქ ფინალზე ევროპის არა ვაფასებ იტალიელ ფეხბურთელებს ხო კი რა თქმა უნდა ბუფონი შემეცოდა და 4 გოლი რო გაუშვა და თან ისე ვიჯექით მაგის აუ როგორ შემეცოდა იმ კარგითო რა ძალიან უცხოა იყო ხო ის იმას ამბობ ხო ესპანეთთან რა იტალია 4-0 რო წააგეს ვის კომაგო გიგე ო ძალიან უცნაური გულს კომაგო ბავშვიდან ჰოლანდია მევაცება რა კი არა ნიდერლანდები არა ანუ არც ბრაზილია არ არის არც იტალია არ არის არც გერმანია ჰოლანდია შალკე ის არის მაგარი გემოვნებაა ძალიან მშვენიერი ხო რა ჰოლანდიას რაღაცა სულ იწოდა ხოლმე ჩემში რაღაცნაირ სიმპათიას რა. ჩემი ბევრი მეგობარია ხა. კი, კაცო, ბევრს ვიცნობთ ეს ალუკვაძე და არა, გადამყარი ესენი არის. უი, ერთი ვიცი უბანში, გიჟი არანორმალური კაცო, სუყვითელი. და ჩემ თვალში ესა ვამბასტენი არის, პელე არის. არა, ჰოლანდია ძალიან მაგარი ამია. აი, თქვენ აი ბრაზილიაც არ თქვა მეორე უცნაური. კაი, აღარ ვიქნე ბოდიში. უბრალოდ ჩემს ირგვლივ არის ხოლმე სულ ეს ბრაზილიელების, გერმანელებიც ცოტა არიან. სხვა აი ბიძა ჩემი აი როგორი გერმანელი. ის ყველა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის დროს დროშას კიდევდა რა. გერმანიის დროშას. მოკითხვა გადა. მამუკა დიდ მოკითხვა. ჩემ და საფუხაროთ ბრაზილიის გულშემატკივრების სიმცირეა ბოლო წლებში. ხო, სიმცირე, აი ადრე უფრო იყო. ადრე ძველთაობაში ყოდა. 98-ში მაგ პირველი ესეთ ჩემპიონატი რომელიც აი ცოტა დიდი ვიყავი და აღვიქვი და ესე იყო 98 წლის ჩემპიონატი რა. ხო და მაშინ მახსოვს რა მოიგო რა ქვია. საფრანგეთმა მოიგეს ხო. ხო და აი მაშინ ბევრი იყო რა. ეს ბატონი რო ავად გამხდარა ეგ ფინალი არ არის ეგ ბატონი ავად გამხდარა. კაცშვილმა არის ეს დღემდე იმდენი ვერსია ჩამოითვა რა ვიცი ხა რა მოხდა მანდ და რა ისე მოულოდნელი იყო ეგ რო ეს კლუბებიდან აი კლუბებიდანაც რა თქმა უნდა თბილისელი ვარ დიღმის მასივში დავიბადე 2 წელი ვცხოვრობდი დიდი ღომში და დავბრუნდი ისე დიღმის მასივში და არც არ გადავდივარ და ბავშვობიდან დინამო არის ჩემი სიყვარული და აი ეს დინამოა რა დინამო იმიტომ რომ თუ მithumetes მე დინამოში არ ვთამაშობდი ავაზაზე და იქ დავდიოდი სულ უყურებდი ხოლმე მათ ვარჯიშებს იქ მაშინ ეხაც არის რაღაც 1-2 ადგილი თუ აიწევი რაღაცნაირად ჩანს და და ძალიან მეწყინა რომ რაღაცას რომ ამბობენ რომ შეიძლება გადავიდესო იმიტომ რომ რაღაც საერთის არა არ შეიძლება ყველა იქაც სუდი ის მესმის რომ იმსეთი корпуსები აუშენეს ირგვლივ მე რაღაც ბინას ვეძებდი და სხვა შორის მივედი და აი ეს იყურები და თუ ვარჯიშს უყურებ რა გაარჩევ ფეხბურთს ჩვეულებრივად აივანზე რო გადიხარ აი ყველაფერს ხო და ეს სიმყუდროვე რაღაცნაირად დაიკარგეს ადრე ააშენეს პირველი корпуსი ააშენეს
15 წლის წინ. თუმცა მათ ხო იყო ის მაღალ კორპუსი. აი ხრუშოვკას სახლები როდი ის ხო იყო თავი. ეს თავიდანვე იყო. კი, მაგრამ მან ხეები და მაინც ისე არის. ესენი ძალიან არის ხო რა და ძალიან იმას ერთ 15 წლის წინ ააშენეს და მე რამოდენიმე და. ხო, ათაშორის დიდი ღომს ყავდა თავისი გუნდი. და იმ გუნდს ერქვა ვალენსია, თბილისის ვალენსია. ხო, მან თამაშობდნენ რა ისე რა 93 კარგი თაობა მოდებაძე ტატანაშვილი ესენი დიდი ღომში იყო იქ ბაზირებული. ოღონდ სულ რაღაც 1 წელი იარსება რა. ხო. მესამე ლიგაში იყო თქვა. ხო. იგი ჩვენ ნაკრებზე ვთქვათ. კი ბატონო. როგორ უყურებ ჩვენს გუნდს? ახლა რაღაც ისაა. ხო, რაღაც სუდათ უყურებთ. რავი, მე გონია რომ ყველაზე მეტად ალბათ მათ უნდათ გამარჯვება და მათ უნდათ გასვლა და მაგრამ რავი რაღაცნაირად მე გონია რომ სულ დაგუნსდებენ რა. აი ახლა თურქეთთან ეგერ ესპანეთთან მე მგონი არა? არ ვიცი რა. აი ეხა ფაქტია რაღაც აკლია ხო? არ ვიცი. მე მაგ ჩემი აზრი შანს არ უშოთ ხელი. აი რამასვანაძე აკლია მე მგონი. ხო, არა, მწვრთნელზე უკვე ჩვენ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ. ხო, მწვრთნელზე მეც მოვის ხო რა, კი ბატონო. ავეც დიდი მადლობა, ახალი სისხლი ალბათ უკვე ნელ-ნელა საჭიროა დღესვე და იმას არ ვაუბრა. ხო, ხო. მეც მაგაში გეთახმები. ყოველთვის რაღაცა სრულდება რა. კი. ეს არის. ხო, არა, ახალი ვერ შემოდის. ნუ ეხა შაშანეგ როგორ უნდა გეთქვა ევროპის ჩემპიონატში. არა, რა სამბო. ხო, იმ შემდეგ გავიდა დრო რა. კი. ევროპის ჩემპიონატზე რო გავედით, თელმა ქვეყანამ ესქნა, ხო? მადლობა გადაუხადა, მთავრობამ ეს მისცა. კი. რა ვქვია, ღირსების. კი ბატონო. ორდენი. მედალი. არა, ვიცი, ეხლაც კიდე მადლობს, მაგრამ რაღაცა ხო აი, რაღაცა. მინიმუმ ყოველ შემთხვევაში დასალაპარაკებელია რა, როგორ უნდა მოხდეს, რა იდეები აქვს ამ კაცს და რაღაც ცოტა წნეხში უნდა იყოს ალბათ რა, რაღაცა. სიახლე ვერ შემოვა. ხო, მას რა, უკვე როგორ არის, ჩვენ ნაკრები რომ ჩვენ ვიცით ახლა ხვალ რო თამაშია, როგორი თამაშობს, რა იმითი თამაშობს, რა ვქვია. ხო, სტრატეგია. საყვარელი ფეხბურთელი ყავს ამ ნაკრებში. თუ ეხა ვერ დავასახელებ. და რა, იცი საყვარელი ფეხბურთელი მე უფრო ეგეთი რაღაცები უფრო ახალგაზრდა ბავშვობაში უფრო მქონდა ხოლმე რა და ალბათ მაშინ ძალიან მიყვარდა კარლოსი მიყვარდა ძალიან რობერტო კარლოსი გიждდებოდი რა. აი რონალდოც ის თავარი რონალდო რო გამოჩნდა მაგარი ბიჭი იყო. აი რობერტო კარლოსი მახსოვს რაღაცა არ მაზავდი ხოლმე მაგის თამაშებს რა. ბერკამპია რა. რონალდო რომელია? ბატონო? თავი რონალდო რომელია? აი ის ძველი რა. კიჭა, ხო. აბა. კიჭა, ხო, არ მაგარი ბიჭი იყო, მე მახსოვს რომ გამოჩნდა და რაღაცა აუ ვიღაცა გიჟმა რო დაუსვა ანრის კითხვა იმაში კითხვებში იყო და პასუხობდა და ამ რონალდომო არ დაჩრდილაო ის რონალდო და ეს ანრი ვაიმე თავს შინა რა მეკითხებაო განა რამეო მაგრამ ეხა როგორ უნდა დაჩრდილოსო რა გიჟია ესეც მაგრამ დაჩრდილოს სხვა რაღაცა ყველა ხო არა ფენომენი მთელმსოფლიო ფენომენი კი просто ეგა ტრამვები და არდაცა მე უკვე მაგრამ რაც თამაშობ 90-იანებში ვინ იყვნენ ჰოლანდიის ლიდერები ბერკამპი კი ხო რა კუმანი აიაქსის ხალხი იყო ბერკამპი კუმანი ზედორფი დავიცი და აუ დავიცე გიждდებოდი აქ იყო ხო ეხა ვერ რაღაც ვიყავი წასული ეხა იყო აი მე რო გიждდებოდი დავიცე აი გიждდებოდი ეხლა აიაქსიც იყო ხო აიაქსიც იყო ხო და როგორ მინდოდა და არ ვიყავ გუბში როგორაა მაგ ფრევს აქვე ფეხბურთში ცუდად რაღაცა იყო ეხა ერთმა ბიჭმა მომწერა რომ რაღაც 2009-ში თუ რაღაც 10-ში ერთ-ერთი სკოლის რაღაც საქველმოქმედო ის იყო და ჯგუფი მგზავრებია თამაშებიან და რაღაც მოგვიგეს 20-0 და ეხა მოწერა ის თამაშიო გახსოვსო მე ის ბავშვი ვარ ბავშვი რომ 6 გოლიო გაგიტანე და იყვნენ ისე ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით ეხა 22-23 წლის ბიჭები ისინი მეორე თუ მეცხრე კლასელები გაგვანადგურეს 20 მოგვიგეს
საუბრობთ ხოლმე ფეხბურთზე? კი, ბიჭებს ძალიან უყვარს. სიმღერის შემდეგ რა ის ქონდა თვითონ გუნდში რა ჯგუფში. ხო, ეს სიმღერა ისე რაღაცა გაგვიმართლა ეს სიმღერა, რომ რაღაც ბევრმა მოისმინა რაღაცნაირად ხალხს შეუყვარდა და რავი. ხო, რა ფეხბურთმა ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ სწორმა ალბათ სიმღერამ და იმ მაყურებლებმა და იმ გულშემატკივრებმა, ვინც აიტაცეს და ეს სიმღერა რაღაცნაირად ეგრევე თავის ცხოვრებით დაიწყო ამ სიმღერამ ცხოვრება, ზუსტად დაჭერდა დღენახევარი. და იმიტომ რომ დღენახევარი ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ არავის არ ქონდა ნანახი და ხო, აბა თუ 5000 თუ 3000 ნახვა ქონდა YouTube-ზე დღენახევარში და მეთქია თან მე ძალიან ისავა რა რაღაცა თუ ავიკვიატე და არავის არ მოეწონა სიმღერა რაღაცა ჩამოვაფარეს ჩავები არ დამელაპარაკოთ ხო მე ვიღაცას მეულები ჩემეგოროს თქვენ ხო ამბობდით რომ ეს კაის გამართლებდა რატო არ გამართლა ბიჭო არაო კაი სიმღერაო რაღაც აქეთ მე ციფრებით მელაპარაკეთ და YouTube-ზე 3000 ნახვა ორ დღეში ნუ არაფერი არ არის მართლა რა და ხო და მე მომენტში არ ეცალა ხალხს მაგის ხო რა და უცებ წამოვიდა მე თიკაფაცაცია იმას და სხვა შორის პირველი რაც ვნახე თიკაფაციას ქონდა ჩართული ეს ვიდეო ქონდა ჩართული და ჩიკა რა ხდება მე ბიჭო აი სიმღერა ვიქიყო გერმანიაში და ვა მეთქი და ნელა წამოვიდა ციფრები მატყუარა და მე წამოვა პირველი შენ საახლობლოში ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინა მამა ჩემი არის მაგარი გულშემატკივარი ძალიან მაგარი და ბიძა ჩემიც ორივე ბიძა ერთი მამა ჩემიც დედა ჩემიც არის გერმანელი გერმანიის გულშემატკივარი და სხვა შორის ბიძა ჩემიც ფეხბურთს თამაშობდა სიხარული იყო თემქაზე ხო სიხარულში თამაშობდა სპორტოს სკოლაში დადიოდა თან და მამა ჩემი დღემდე პაპა ჩემზე ამბობს რომ აი როგორო რა აიო ფეხბურთელობა მინდოდა და როგორ არ გამიშვაო რა და ამბობენ რომ კარგად თამაშობდა ისე ფეხბურთი და ისა მუსიკა მაგრად არის გადაჯა რამდენი მაგარი ვარ შესაძლებელი ვაიმე ჩემო სიცოცხლე როგორ ახარ ბიჭო აკა ხარ როგორ ახარ კარგი სალა არ ვიცოდი ჩაწერა თუ იყო მე მეგონა ისე შენ ყველაზე მაგარი გულშემატკივარი ხარ შენ ყველაზე მაგარი კაცი არ დრო შემოვიდა და სხვა შორის ეგ გულშემატკივარზე გამახსენდა რომ ბიჭა ჩემი ამბობდა რომ ამასინად რომ დინამოს თამაშები რო იყო წინასწარ მიდიოსე წინასწარ სვავდითო დამაწნარებლებსო რა ისე ისე დინამოს ეგ მიუხედავად იმისა რომ იცოდნენ მოიგებდნენ ხო რა აი რა იქნებოდა და რაღაცა აი როგორც ახლა ესპანეთი ისე იყო ხო რა სახში აი კი ალმატის კაირათან და იმერთან ახლა საკამათო რა იყო იცი რომ 2-0 მოიგებდნენ გებენ თუ 4-0 და მაგითო სვამდნენ იმას კი რო ეს მან 1-0 არ მოვიხოთ რა ბაბუა ჩემი იყო კიდე ძალიან მაგარი გულშემატკივარი რომელიც სულ მეუნებოდა ხოლმე რომ ღამეები გამითანებიაო მიშას და მათ ხო რომ ბილეთი ამეღო რა და უფრო ადრე ღამეები გამითანებიაო ანუ ღამე მისულვარო და აი დილით ამიღიაო რა დილით რო იხსნებოდა რიგები და რამე აი ეგეთი ეს არ და ახლა რა განკეთებია ეგეთი საფეხბურთო სიგიჟე არა გქონია არა ეხა არ არის ხო აი იმიტომ რომ ინტერნეტი არის მუღამი არ არის არ არის ხო ეს არის რა შეხვალ და ხო და მაშინ ხარ ის ხო და მაშინ უნდა მისულიყავი და იქ უნდა აგეყო და მე მაგას ვერ მოვესწარი იმიტომ რომ მაშინ პატარა რო ვიყავი მაშინ სულ მამა ჩემი და ბაბუა ჩემი ესენი იღებდნენ ხო ისე მუსიკა და ფეხბურთი მაგრა გადახლართული რა ეს რამდენი მაგარი ფეხბურთელი ყოფილა მუსიკოსი და პირიქით აკეთ ეგლესიასი ხო რეალში თამაშობდა კი ჩვენი სოტკილავაც სოტკილავაც ხო ბობ მარლის უთამაშია თურმე ბობ მარლი ძალიან უყვარდა ხო ცუდი ფეხბურთელი ყოფილა რა ცუდი ფეხბურთელი ყოფილა ხალხს ამტრევდა ორი კაცი იმით ნაჯახით დადებდა ხო ხო და ბობ მარლის ხო სხვა ფეხბურთის დროს შეეჭრა ის ინფექცია თუ რაღაცა რა და მაქედან წავიდა ხო მე არ იმკურნა როგორც თუ სწორად მახსოვს რა არ იმკურნალა რაღაც რელიგიური ისიდან გამომდინარე თუ არ ვწდები რა ხო და ნუ ბოლო მაგან მოუყო ბოლო საწყალს რა ვიცი მე მგონი
გავედით ბოლოში. გავედით? ძალიან კაი, ძალიან. იგი. ძალიან გავედით. მადლობა თქვენ ბიჭებო. ძალიან სასე ამოვნო იყო. ჩემთვისაც ძალიან. შეესტუმრობა და დიდ წარმატებებს გისურვებ. მადლობა თქვენთან. საქართველოს ნაკრების ბევრ მომგებას და თქვენ კონცერტებზე სულ ანშლაგს. უღრმესი მადლობა. მადლობა ბიჭო. აი, ჩვენი კლუბებიც დაგხმარებოდნენ და იქ იმათთვის ჩაგეწეროთ, რა ვიცი, იქ ჯგუფში შევიდეთ რა. აუ, ეგ არის მართლა მოცნება რა, სამდენ ჯგუფში შევიდეთ.